მაგალითად არჩევნები. ისეთი როგორც არასაც აყოფილა. ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ბატონ ზურაბთან. ჩვენ ვისაუბრეთ მოახლოებელ არჩევნების თაობაზე. ჩვენ მხრიდან სრული მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა მაქსიმალურად აღმოვხრათ და წინასწარ პრევენცია მოვახდინოთ ნებისმიერი ექსცესების. აქვე მინდა აღნიშნო, ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ქვეყნის ისტორიაში ჩავატაროთ მართლაც უპრეცედენტოდ 7 სამართლიანი და ნამდვილად დემოკრატიული არჩევნები. და პოლიცია, მთლიანად ჩვენი სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს ამისათვის. ძალიან კარგი სამუშაო შეხვედრა გქონდა ჩვენ ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრთან. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ ვიხილავდით საორგანიზაციო საკითხებს, კერძოდ თუ როგორი უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება წინა საარჩევნო პერიოდში და განსაკუთრებით არჩევნების დღეს. თან იმავე დროს ეს ყველაფერი უნდა გააკეთდეს ინფორმატივად, რომ ყველაზე ესეთ მწვავე კრიტიკოსაც არ დარჩეს იმის სათქმელი, რომ არჩევნების დროს რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი პოლიციის მხრიდან ან არასაჭირო აქტივობას. ჩვენ შევთანხმდით, რომ გარკვეულ სამუშაო ჯგუფს შექმნით, გვექნება მუდმივი კონტაქტი და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ისე, როგორც ქართული საზოგადოება ითხოვს და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები ალბათ საქართველოს ისტორიაში.